დღეს გავსინჯავ ქალაქში ყველაზე ძვირადღირებულ დესერტს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით ინტერნეტიდან. That's so nice. Thank you. Perfect. Tad შემომხვდა ეს ინსტალაცია, ნახეთ რა ულამაზესობაა. ულამაზესია. ძალიან კაი ამინდი იყო და უცებ ძალიან ქარიანი გახდა. ეს წესიერად ყავის დალევა ვერ მოვახერხე და ავიღე კაპუჩინოც დესერტებთან ერთად და ეხლა ვეძებ მყუდრო დასაჯდომ ადგილს. სადაც გავსინჯავ ამ დესერტებს, იმიტომ რომ იქ მე რა ადგილიც მინდოდა, ეგ დაკავებული ჰქონდათ. ხო და ეხლა მივდივარ, წყნარად დავჯდები პარკში, ჩემ ყავასაც დავლევ გზაში, მოვისეირნებ და გავხსნი ამ დესერტებს და ვნახოთ, გემოც თუ ისეთივე მაგარი აქვს, როგორი ვიზუალიც და როგორი ჰაიპიც არის ინტერნეტში უკვე რამდენიმე წელია. აქვე ვარ ჰაიდ პარკთან და ჰაიდ პარკში შევალ ეხლა და ჩამოვჯდები ცოტა სუფთა ჰაერზე. ეს ხალხი სხვათა შორის მწვანეს არასოდეს არ ელოდება, აი არავინ თქვას ქართველებზე არაფერი, იმიტომ რომ საფრანგეთში ვიყავი და ნუ არც მანქანა მიცის ქვეითი და არც ქვეითმა მანქანა და ლონდონშიც საკმაოდ მოსული თემაა, რომ წითელზე გადავიდეს. ეხაც წითელია და გადადის ხალხზე მწვანე ჩაირთო, შემიძლია მეც გადავიდე. აუ ისე მიყვარს ლონდონის ქუჩებში სეირნობა, ამ ქუჩებში სეირნობა. ვიდეო დაიდება ინსტაგრამზე, იმიტომ რომ თან ლენდსკეიპს და თან პორტრეტს ვერ გადავიღებ და ინსტაგრამისთვის ძალიან მინდა. ვისაც არ გყავართ დაფოლოვებული ინსტაგრამზე, აქ დაგიტოვებთ ჩემ ინსტაგრამს, კინაღამ დავეჯახე ლაპარაკში და ეხლა დროა უკვე რომ ვიპოვო დასაჯდომიდან ეს ჩათა ისე მაქვს ჩამოკონციელებული ხელები ჩამოვაწყდა. ყველგან ხალხია, აი იქეთ არ ჩანს არავინ, მაგრამ აი ისეც არ მინდა რომ რაღაც ძალიან სიბნელეში დავჯდე და არაფერი გამოჩნდეს. გავსინჯოთ მარწყვის დესერტი. ღებას მოვჭი, ვაიმე ჩემი ყუთები. დესერტების ვიდეო იქნება ჩემ ინსტაგრამ გვერდზე, აი აქ დაგიტოვებთ ჩემს ინსტაგრამს, იმ შემთხვევაში თუ არ გყავართ გამოწერილი ინსტაგრამზე და მოკლედ ასე ნახეთ ჩემი ფასეთ და არის ადგილები, სადაც ამ ჩამოსვლაზე არ ყოფილვარ, მაგალითად ასეთი არის Fortnum & Masoni, ჩემო YouTube-ის ძველმა გამომწერებმა ალბათ იცით როგორ მიყვარს ეს ადგილი და ეხლა მივსეირნო Fortnum & Masoni-სკენ. დრო კი ცოტა მაქვს, მაგრამ რაღაცებს გაჩვენებთ და შეგახედებთ თქვენც. ჩემი შვილი დაუტოვე, ჩემ ქმარს და რაღაცა გონებით სულ იქ ვარ. ხანდახან ჩვენ ბავშვებზე რა უბრაზდებით ხოლმე, სინამდვილეში შეიძლება ჩვენში არის ის პრობლემა, რომ ჩვენ ბავშვებს საკმარისად არ ვესაუბრებით და ეხლა ამის ერთ მაგალითს მოგიყვებით. დილით ყავაზე რომ შევდივარ ხოლმე, სასეირნით რომ მიმყავს ბავშვი, იქ ესე გამოფენილი აქვთ ყავის დახთან, აუ ხელი ძალიან მეღლება. ტკბილეული, წვენი, რაღაც მარცეპანით მორთული პეჩენიები და ეგეთი რაღაცები და რა თქმა უნდა ჩემი შვილი რამდენი შეხედავს ეს პეჩენიები უნდა და მე არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ეს მარცეპანიანი მიხატული პეჩენიები ყოველდღე ორცხობილები ყოველდღე ჭამოს. ნუ ლოგიკურია ხო? ორწლინახევრის არის და ისეც ხა არ ვარ ისეთ მშობელი რომ ტკბილს აბსოლუტურად ვკრძალავ ან რაღაც არა, იმიტომ რომ მაგაზე ისეთ შეხედულება მაქვს, რაც უფრო აუკრძალავ ბავშვს, მე როგორც კი შანსი მიეცემა, უნორმოდ მოიქცევა და შეიძლება ამით უარესი რაღაც გამოიწვიო და თუ ცოტა საჭმევ ყველაფერს და გაასინჯავ, მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ აბსოლუტურად პირიქით, ის უფრო მე საგანგაშოება, როცა ყველაფერს უკრძალავენ მაქსიმალურად, იქნება ეს ეკრანი, ტკბილეული თუ რა. მაგიტომაც არის ხოლმე რომ მე აქვთ ხოლმე ბავშვებს სრული ჩაბჟირება ამ რაღაცებზე. ხო და ერთ სიტყვით ამ დახს წუდება ხოლმე ლამის ისე რომ გადაიყირავს თავი კალიასკიდან
რომ აიღოს რა თვითონ და მაყიდინოს მე. ხო და ნუ კარგი ის არის ამ ბავშვი რომ არც იმ მარცეპანიან ორცხობილოს რომელიც იდეაში საბავშვოა ისედაც მაგრამ ნუ რაც არ უნდა იყოს რა მნიშვნელობა აქვს რამდენიმე დღის წინ გავაფრთხილე შესვლამდე რომ ეხა რო შევალთ მეთქი შენ თვითონ არაფერი არ აიღო გთხოვთქო თუ რამე იქნება ისეთი მეთქი რომ მე ჩავთვლი საჭიროა რომ შენ ჭამოთქო ეს დიდი ადამიანით ველაპარაკებიდან მაგრამ ისმეს მე თვითონ გიყიდი თქო თან ხო გყიდულობ მეთქი ყოველთვის რასაც მეუბნები თქო და ამიტომ შენ თვითონ არაფერი არ აიღო თქო ნუ დამეთანხმა გაიგო რაც უთხარი და ეხა ძალიან მაინტერესებს რო შევალ დრას იზამს აი საერთოდ ბავშვი არ გარხეულა არც გაუწევია ტკბილეულისკენ არც მოუთხოვია აი გაუგნებული ვიყავი რომ აქამდე სინამდვილეში ანუ არ მომწონდა რომ ესე იქცეოდა მაგრამ არც არაფერს არ ვეუბნებოდი ანუ ხო ხვდებით რა მარტივად ყოფილა საქმე ხო ბავშვს აუხსენი დაველაპარაკე გაიგო დამეთანხმა გააკეთა და მე რაღაცა თავი დამნაშავეთ ვიკრძენი რომ ანუ მე სწორად არ მივუდექი მაგ საკითხს და უკმაყოფილო ვიყავი როცა თურმე რა მარტივად გვარდება და იმის მერე თავისი და აღარაფერს აღარ იღებს და აქამდე სანამ მე გაუბრაზდებოდი ჩემთვის მე რაღაც იზამ ხო ახლა უყიდე ხო აღარ ჩააშხამებ ბავშვს მაშინ არ უყიდო ხო და თურმე რა მარტივად არის საქმე და მე მაგაზე ვფიქრობდი რომ ზოგჯერ და ალბათ უმეტესად და მარტო ბავშვებთან არა ალბათ ადამიანებშიც ყოველთვის ეს არის პრობლემა არ საუბარი ნუ ახლა რა თქმა უნდა მე ბავშვის გაზრდა არ არის მთავარი აღზრდა არის და ეს რადგან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული მე სულ საუბრობ სულ ვუხსნი აი დაძინების წესებით დაწყებული აი ყველაფრით დამთავრებული მაგრამ აი რამდენი ნიუანსია რაც გრჩება რა ყოველდღიურად რაზეც არ ვლაპარაკობთ გაუბრაზდებით ჩავყლაპავთ და სინამდვილეში ხმა რო ამოიღო გვარდება უმარტივესად და მაგაზე დავფიქრდი რომ სინამდვილეში ზოგჯერ შეიძლება სხვებში ვეძებთ პრობლემას ან სხვებზე ვბრაზდებით მარტო ბავშვს არ ეხება კიდე ერთხელ ვამბობ და ამ დროს ძალიან მარტივად არის საკითხი რომ უბრალოდ არ გაქვს ამაზე ნალაპარაკები და საერთოდ ხმა არ გაქვს ამოღებული და ასჯერ ბრაზდები ერთსა და იმავე რაღაცაზე როცა შეგიძლია რომ ერთხელ განიხილო და მარტივად მოვაგვარო ხო და მოკლედ ეს მინდოდა რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა და მერჩია ეხლა მშობლებით უმიყურებთ რომ მაქსიმალურად ველაპარაკოთ ჩვენ შვილებს იმაზე მეტი ესმით პატარებს ვიდრე თქვენ გქონიათ აი და ჩვენ გქონია ზოგადად ჩემ შვილსაც აი ისეთი რაღაცები ახსოვს ისეთ რაღაცებს იგებს რომ საერთოდ შტერდები ამასობაში რიცი ყოფილა under construction ძალიან შია და მომდა ჯოინზე ჯუსის გარდა შემხილზე არაფერი მახსენდება ეხა ვერსად ვერ დავჭდები დრო აღარ მაქვს მეჩქარება ეხლა მოვედი სავაჭრო ცენტრში საფრთან ახლოს Apple Store-ში მაქვს საქმე კონკრეტულად გუშინ გამიტყდა ტელეფონი ჩემი შვილი რაღაცას ეძებდა კადიასკაში და გადმოწია და ცუდად მედოდა გატყდა სამენიეროდ მაგ დაზღვევა ხო და გამიკეთებენ უფასოდ არა სიმბოლურ ფასად მე მგონი 21 ფუნტი თუ რაღაც ეგეთი ღირს მთლიანად შემიწვიან უკანა კორპუსს და შუა ნაწილს შემიძლია ახლის მოთხოვნაც ახალი ტელეფონის მაგრამ არ მინდა რაც მინდა მე დაზღვევა მაქვს Apple Care მაქვს და მაგიტომაც მისვლიან და მინაცვლებენ ესე ტელეფონს ვიყავი მოკლედ Apple Store-ში და 2 საათში უნდა დავუბრუნდე უკან, იმიტომ რომ ეხა თავისუფალი ადგილი არ ქონდათ, რომ გავაკეთო ტელეფონი და ჩემს საყვარელ Zenbix-ში. მართალი გითხრათ, აღარ მინდა ფულის ხარჯვა, არანაირი სურვილი არ მაქვს აბსოლუტურად, მაგრამ ამ 50% ემფას დაკავებას ხო ხედავთ აქ. ხო და ამას ნამდვილად ვერ ჩავუყრიდი. ნარჩევი კოლექცია და წავიდეთ, ეხლა თქვენ შეგახედებთ და აქ აღმოვაჩინე ძალიან
კარგი ბრენდი, რომელიც აქამდე არ ვიცოდი და ბევრი რაღაცა მომეწონა ძალიან და ამიტომ ხო, შემოგარბენინებთ ახლა ჩემთან ერთად Fairwix და ვნახოთ რა არის ერთი ფასტაკლები. Sweatybet არის ბრიტანული sportswear ბრენდი. რაღაცები არის სეილში. ესე და მე მაქვს უკვე ვნახობა აქ რაღაც ახლა იმედია იმაზე იაფიარებს რაც მე მივეცი. Anyways, ესენი რაც სეილში არაფერი არ მომწონს. ეს American vintage გაიხსნა ეხლა ცოტა ხნის წინ საქართველოში. უი, რა ძვირიანი ყოფილა 190 ფუნტი ღირს ეს მოსაცმელი. იცი რა არის, ორად იყოფა ხოლმე აზრები, რატო წერ ლარშიო და რატო ამბობ ფუნტებსო, იმიტომ რომ ლოგიკურია ეხლა რომ აქ ხალხს ფუნტში აქვს შემოსავალი და არ შეიძლება მერე რომ ვიღაცამ გადაიყვანოს ლარში ის ყველაფერი და ეგრე შეადაროს რა, იმიტომ რომ საქართველოში ლარშია შემოსავალი და ეგრე უნდა ითვლებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ ხალხს აინტერესებს ხოლმე რა ღირს ლარში, იმიტომ რომ ყველა კურსის მიმართება არ იცის. მოდი მე უბრალოდ ასე ვიტყვი, რომ ფუნტის და ლარის მიმართება არის 3 და 6, ანუ 3.6-ზე უნდა გამრავლდეს ეს ფასები, რასაც ხედავთ ხოლმე აქ ფუნტში, ჩემ ვიდეოში და აი ეგ არის ლარში ეგ თანხა. ხო და ანუ ვეღარ გავიგე როგორ ჯობია რომ ვთქვა ხოლმე თუ არ ვთქვა ხოლმე. იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცა არასწორი მესიჯი გამომეგზავნოს ჩემი ვიდეოებიდან ამ ამბავში. ხო და რა შეეხება American vintage-ს, ახლა აქ ბევრი რაღაცა არ არის წარმოდგენილი. მანგოსე და მაგალითად. მაგრამ რაც იყო ძალიან ძვირი იყო და სიوارت გითხრათ არც არაფერზე გადავირიე დიდად. მაგრამ ვიღაცების სტანზე ვხედავ ხოლმე რომ American vintage რო აწერია რაღაცები მომწონებია. მე დაფარული მკლავი ძალიან მომწონს სედებზე და ნახეთ რა ლამაზია ეს თან. Ralph Lauren-ის და ძალიან კაი ფასტაკლება აქვს. 60 ფუნტის მაგივრად 60 ფუნტის ნაცვლად ღირს 36 ფუნტი რაღაცა ბოლო დროს ენა მებმევა ხოლმე ვიდეოებში და რა თემა არ ვიცი. ხო და ვფიქრობ ხო არ ვიყიდო. მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი წითელი რაღაცა ვიყიდე რომ არ ვარ დარწმუნებული მინდა თუ არა კიდე წითელი. აუ ეს პიჯაკი და ეს ზედა ერთად არის ულამაზესი. ესეთი ულამაზესი ოქროსფერი ღილები აქვს, ლურჯი დეტალები, აი ძალიან მომწონს. რაღაც ჩემ თავს დიდად რატომღაც ვერ ვხედავ ამ სტილში. მაგრამ აი ცალსახად ძალიან ლამაზია. აი სხვაზე რომ ძალიან მომეწონებოდა ისეთია. Burberry თბილისშიც გვაქვს და თუ გაინტერესებთ, აი მაგალითად ეს ჩვენთან ღირს 84 ფუნტი. აი ეს შარფი ხა Barber-ს გავს ძალიან. აი ზოგადად ბრიტანული ბრენდის პრინტები ძალიან გავს ერთმანეთს. შოტლანდიაში რო ვიყავი, გამოვშტერდი რამდენიმე რაღაც, მეგონა ხოლმე Burberry და ახლოს რომ მივედი და ვნახე ხოლმე მარკა, საერთოდ სხვა რაღაცა უცნობი ბრენდები იყო. ხო და აუ ეს რა კაი. აი ესეც ხა რო არ ვიცოდე რომ Burberry-ში ვარ, Burberry მეგონებოდა საწვიმარი გადაიწიწათი. თქეშ წვიმაში. Mint Velvet-ი ჩემი საყვარელი ბრენდი არის ამ კატეგორიაში, აი ისეთი ხარისხიანია ხალხო, რომ თუ არაფერი არ გაქვთ Mint Velvet-ში ნაყიდი, აუცილებლად მაისურები. ებათ იცოდეთ, რომ აი ნამდვილად ღირს ძალიან კარგი ხარისხი არის ყველაფერი, მაისურები მაქვს საკმაოდ ბევრი, ალბათ 5-6 შეიძლება მეტიც. მაისური მაქვს Mint Velvet-ის და აი ყველა არის ერთმანეთს ხარისხიანი, რეცხვაშიც ისედაც აი ძალიან კაია, ერთ სიტყვით ძალიან ვაყოფილი ვარ Mint Velvet-ის მაისურების წებს და ფასებსაც გაჩვენებთ. სამწუხაროდ Mint Velvet-ში არ არის ფასაკლება, როგორც ხედავ. აი მაგალითად ეს ყვითელი სადა მაისური მე ვიყიდე რამდენიმე ხნის წინ, ღირს სულ რაღაც 35 ფუნტი და ძალიან კაი ხარისხია და ძალიან კაი ყვითელია ჩემი აზრით. ეს ზედაც ძალიან მომწონს. აი ესეთი არის წილიდან. აი ვფიქრობ ახლა ეს ხო არ ვიყიდო, ისეთი ლამაზია. თან ზუსტად ვიცი რომ გადასარევი ხარისხი იქნება, რეცხვაშიც კარგი. 89 ფუნტი. ძალიან კაი ფერია. აი ესეთი აქსესუარებიც იყიდება 39 ფუნტი, საკმაოდ მისაღები ფასია. გადასარევი ორეულია, ნამუშევარიც, ფერების კომბინაციაც, ფასიც 60 ფუნტი ღირს და კიდე ესეთი ზედა იყიდება, გამის შესაფერისი და ისეთი ორეული გამოვა, რომ გადასარევი ჩემი აზრით.
60 ფუნტი ესეც 120 ფუნტად. არაჩვეულებრივი, რავი, ძალიან მომეწონა. აი, იშვიათად ლამაზი ზედა და ქვედა. ხო და ეს CK-ის საღამურები ძალიან მომეწონა. პერანგი 55 ფუნტი და შორტები, ნახეთ რა ლამაზი შორტია. 38 ფუნტი. ძალიან ლამაზია. და მეორე ფერშიც არის. ეს ფერი კიდევ უფრო მომწონს, უფრო მშვიდი ფერია რაღაცნაირად. აი. იცი რა, აი ეს შორტი არის ძალიან კომფორტული აშკარად, ნუ მატერიასაც ეთყობა, თან ნუ მყარია, ასე შემდეგ. ეს ალბათ ისე რა. ამიტომ ეს უბრალო მაისური. აი შორტიც რა კაია. შორტიც კაი. აი საღამურებზე მჭირს სრული ჩაბჟირება, აი ისეთი კომფორტ რაღაცაა ჩემთვის, რომ ცოტა რამე შეედრება. ძალიან ბევრი საღამურები მაქვს. უფრო ისეთი აი შარვალი, კომფორტული ზედა და ისეთია ჩემი საღამურები გარეთაც რო გახვალ. ერთ ვიდეოში ხო გაჩვენეთ გარეთ მეცვა ჩემი საღამურის ზედა, იმიტომ რომ ჩქარობდი და უცებ სახლში რაც მომხდა, გადავიცი და გავედი, იმიტომ რომ ძალიან მეჩქარებოდა და ძალიან მინდოდა რამე კომფი. ხო და მოკლედ ეს მე ახლა ვიყავი ფენვიკის მეორე სართულზე, სადაც წასაცმელები არის და ეხლა უნდა შევიარო პირველ სართულზე, სადაც იყიდება თავის მოვლის საშუალებები და ჭურჭელი, მეგობრებო, ჭურჭელი, ჩემი ზუსტი წერტილი, საღამურები და ჭურჭელი. აი თბილისში წასვლისას ვიყიდი Chanel Sublimage-ს. აბა აქ თუ ვუდებთ, რაღაც ვერ ვხედავ. და Chanel-ის პროდუქციას, რომელიც ჩემთვის არის შეუცვლელი. რამდენი რამე დავტესტე წლების განმავლობაში, მაგრამ Chanel-ი, არ ვიცი, ძალიან კაია რა, იშვიათად, რომ ესეთი ტიპის ბრენდული კოსმეტიკა მომეწონოს. აი გულისხმობ Dior-ებს და ეგეთ რაღაცებს რა, Yves Saint Laurent-ს და აი ეგეთებს. აი Molton Brown-ის ამ სუნამოზე გადავირიე, ისე მომეწონა და ეხლა დავტესტე, აქ შევასხი, რომ აი ცოტა ხნის მერე უნდა ვნახო კიდე მომეწონება თუ არა, იმიტომ რომ სუნამოებს მაგის გამო ვერ ვარჩევ ხოლმე, რომ თავიდან მომწონს, მერე აღარ მომწონს. აი ესეც ჩემს სუნს გავს თუ აღწერეთ ვიმსჯელებ. არა. ეს არ მომწონს, თეთრი ძალიან მომეწონა, რა ქვია? Milky Mask Floral. ძალიან კაია თეთრი. აუ ეს პლაჟის ჩანთა ძალიან მომეწონა. Summer აწერია და აი ულამაზეს ფერებშია გადაწყვეტილი ჩემი აზრით. ესეც კარგია, მაგრამ აი ეს უფრო მომეწონა. ესეც ძალიან კაი ფერებშია და ღირს 75 ფუნტი. აი ესეთი სხვის ჩანთები იყიდება, ეს Pieces. 12 ფუნტი. სლიმნებიანი, როგორი იტალიური ვაიბი აქვს. ხო და მოკლედ ესეთი ამბები. აუ როგორ მიყვარს Fenwick-ი, აი ძალიან გიждდება. ყველაფერი არის ერთ სივრცეში, აბსოლუტურად სახლის, თავის მოვლის, ჩასაცმელი, აი აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან კომფორტულია. ძალიან და მე რა თქმა უნდა აქ ყველაფერი მომწონს და ჩემს საყვარელ ლაკროსას აქვს 25%-იანი ფასდაკლება. აი იცით რა არის ახლა არაფერი განსაკუთრებული ლაკროსა ვიზუალურად, ხო? უბრალოდ ფერის შეიდებით მიღებული დიზაინი, მაგრამ ხარისხი აქვს ძალიან კაი, აი ძალიან. მე ვიზუალურად და ფერის ტონებით ძალიან მომწონს ჯეიმი ოლივერის ჭურჭლის ხაზი. ახლა ვეძებ იქნებ შემხვდეს, იმიტომ რომ ვიცი რომ ამ მაღაზიაში არის. ხო და გაჩვენებთ თუ ვიპოვ. აი განსაკუთრებით მიყვარს ყვითელი და ვფიქრობ რომ ჭიქა და თებში ვიყიდო 2 ან 4 ჯეიმი ოლივერის. აქ ნეროც არის. სიუყავეს აიღებდა ადამიანი, მაგრამ აი მოვადექი მე მგონი. ფერებით ეს არის მე მგონი. ნახოთ აბა. ეს ორი სამაჯური ერთმანეთთან ძალიან ლამაზი იქნებოდა, მაგრამ მე სამკაულებს ოფიციალურად ვერ ვგუობ.
ძალიან რამდენიმეს დონეზე მაქვს, ისიც საყურეები, ბიჟუტერიას საერთოდ ვერ ვფუობ. ანუ რაც ესე ვთქვათ, მოდური და არასადა არის. ძალიან ლამაზი სამაჯურებია, აი. ძალიან ზაფხულის ვაიბი აქვს. ხო, აი ესეთი ყელსაბამები ძალიან მიყვარს ხოლმე სადა საროჭკებზე, აი ეს რა ლამაზია ახლა. აი უცებ რომ მარტივ ლუქსაც გაალამაზებს თეთრსა და მაისურს და ასე შემდეგ. 45 ფუნტი. წითელიც ულამაზესია, მაგრამ თეთრი უფრო ელეგანტურია, უფრო მდიდრული ვიდი აქვს, ვიდრე წითელი უფრო რაღაცნაირად ჩიპ ვიდზეა. ესეც ლამაზია, ეს რამდენიმე ერთად კაი იქნებოდა, აი კომბინირებულად ეს მწვანე, ღია ვარდისფერი, კაია. ძალიან საყვარელი კუსკუსა ჯინსის შენთაა. 380 ფუნტი. 228 ღირს ახლა. ძალიან ლამაზია და ეს ბორდოსფერიც ულამაზესია. ბორდოსფერი წელს ძალიან ტრენდულია, მოკლედ. ხო და ესეთი ამბავი. წავედი ახლა მე Apple-ში, მე მგონი რომ ჩემი ჯერი უკვე მოვიდოდა. აუ რეზერვი მოკლედ რეზერვს უმიტყუებს შიგნით რა, ისეთი ჭრელი და რაღაცნაირი გოგოშკური კოლექციები და თან ეს 50% როა წერია ყველგან ხო? აი ჩემ ჯინაზე გეფიცებით რა, მე რო ფული დავხარჯო, უგზო უკლოდეს რა, კაი მაისურია. ეხა ეს როგორ არ უნდა იყიდო, როცა 12 ფუნტი ღირს და არის უპრაქტიკულესი. აი ყვითელი ვარდისფერში ულამაზესი. Oh my god, წითელიც რა კარგია. მე მგონი, მაგრამ აი პრაქტიკაში ძალიან მიჭირს, ვერ ვიყენებ ფაქტობრივად ზოლიან მაისურებს. წამოვალ ისევ ასეთ სადა მაისურებს ვყიდულობ. ეხლა ვიყავით პროდუქტების შოპინგზე და გაჩვენებთ რა ვიყიდე 123 ფუნტად. და თან უნდა ვთქვა აქვე, რომ რამდენიმე ადამიანმა მომწერა. შოპინგები და თან უნდა ვთქვა აქვე, რომ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ფუნტის ფასები ნუ გადაყავს ლარშიო, იმაში სიმართლე, იმიტომ რომ აქ ხალხს ფუნტებში აქვს ხელფასი და არ შეიძლება რომ ლარში გადაყვანით შევადარო რა თქმა უნდა. ანუ აქაური პირობითად ეხლა ეს 123 ფუნტი ტექნიკურად იგივეა, რაც საქართველოში 123 ლარი. ძილი არის და რატომაც არა, სამი უნდა იყიდო ასეთ დროს. ამას შემოქმარმა შემაჩვია, თორემ მე ყველაფერს თითო-თითოს ვიღებ ხოლმე. ეს რაღაც კუკიები, milk chocolate cookies. სალათის მასალა, სალათის ფურცლები. კინძი. ორგანული ორაგული, 2 ცალი. მაგრამ იცარი ახლა თბილისში რომ მოცარელას და ორაგულს და ეგეთი დონის შოპინგს ვაკეთებ, თან ხარისხობრივად მაღალი დონის მაღაზიაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჯდება. მაგრამ აქაც ბევრი ჯდება უკვე, ანუ 2021 წელს რო ჩამოვედი ლონდონში და 2 პარკი რაღაც კონკრეტული პროდუქტებით გამოგქონდა, ვთქვათ, მარკ სპენსერიდან 80 ფუნტად, ახლა იგივე 2 პარკში ვიხდი ხოლმე 160 ფუნტს, ხო და მოკლედ ასე რა, ძალიან გაძვირებულია აქ ყველაფერი. მოცარელა, აი ესეთი. კრისპები, პოპკორნი და კიდე პოპკორნი. ისა sweet and salty? ერთი ცალი ის მომიტანე და ის არ ყოფილა ესეთი. ნახე, ასეთი პაჭკები არ გქონდა თურმე იმაში. ამპერსი, ერთი შეკრა, ეს არის, თუნდაც. ბეკონი, ერთი შეკრა. ქათმის ბარკალი, რომელშიც დევს 5 ცალი. მარწყვი. აუ ისეთ კაი სუნია, მგონი უკვე მოდის მარწყვი სეზონი, 2 შეკრა მარწყვი. ასეთი გადასარევ სუნიანი. პატარა შეკრა კვერცხი ვიყიდე. ორგანული ბანანი 5 ცალია შეკრაში. ქათმის ფილე.
4 ცალიქად მისფილია და წონასაც გეტყვით, ვინ იცის ვინმე საინტერესებს. 653 გრამი ქათმის ფილე. არკი, ნაგვის პარკი. ეს ახლა არ მიყიდია ეს მაღაზიაში, ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქტების. ეს არის თონის ჩოკლეტ, ძალიან ცნობილი არის, ალბათ ბევრმა იცით კიდევაც. მაჩუქეს, ანუ ეფი. ანუ აპლიკაცია რაც მაქვს ჩამოტვირთული, თვითონ ესე მიყრის ხოლმე რაღაც აჩუქრებს პერიოდულად და ეხა მქონდა ეს შოკოლადი და აქ საიდან მოხდა, ასაიდან მოხდა და მანქანაში მეკდო. და ეხა პარკში ჩავაგდე გადმოსვლისას. ხო, ეს პარკი მოხდა და ბოლო პარკზე გადავიდეთ. თორი, შენ რას გულობ? ჰა? ეს მაიკროები საუზმეზე კვერცხს რო აყრიან ხოლმე. პატარა ჩერი პომიდორები. ხალი. ფარსელი არის ოქრახუში, ხო? ფარსელი ის არის ოქრახუში. პატარა ბრიოშები. ჩემს შულს უყვარს ეს ბრიოშები. უყბელაფრო, ხახვი. პანელობიო ვიყიდე ბევრი, იმიტომ რომ ცოტა მეტი რაოდენობის უნდა გავაკეთო. რადგან ცოტა სხვას უნდა გავუნაწილო გაკეთებული იწყება ხო და ბევრი პაჭკა, 4 პაჭკა რა როთან დრაგენ ვამბობ. 4 შეკვრა მწვანელობია, ხო სხვადასხვა შეკვრა. ეს რაღაც შოკოლადი გზაში გავსინჯე და ძალიან მომეწონა მოიცადა პისტაშიო ბაიტს. ფისტის არის. და სალთით კარამელია გაშკარად. არის ძალიან ტკბილია. დიდი შოკოლადისტი არ ვარ. აუ ეს ბალი გახეულა აქ. სტილოფრო შორიდან ავარჩიო ნაყინი. Dono. ყოველ დროს ტანსაცმელში გემოვნება ძალიან შემეცვალა და ეს ბრენდი ძალიან მომწონს ბოლო პერიოდში. და ჯერ საჭმელი უნდა ვჭამოთ და მერე შევჭამ თამაშეთე. მოკლედ დღეს playground-იდან დილით როგორც გამოვედი საფრთხეებისა ვარ. იმიტომ რომ playground-იდან აღმოჩნდი პირდაპირ Bister Village-ში შემთხვევით. იმიტომ რომ მე მივხვდით რომ ვეღარ მოვასწრებდით იქით ავიქენზე მივდივართ ლონდონიდან ჰოლიდეიზე ერთი კვირით და მანამდე გვინდოდა. კვირის დღეებში ჩემი ქმარი მუშაობს, სავარაუდოდ აგვეზარებოდა სამსახურის მერე წამოსვლა და ამიტომ უცებდა სპონტანურად ასე დაიგეგმა ეს ამბავი. რაღაცეები ვიყიდე. აქეთაც აკონციელებული დავდივარ. ყავაც ვიყიდეთ პოლოში. ხო და მოკლედ ესე. საღამოს 7 საათია თითქმის, თუ 7 დაიწყო. ვერ ხედავ აქ ახლა საათს. და მივდივართ უკვე სახლისკენ. ძალიან ცხელა, ძალიან კაი ამინდია. ეხლა სრულიად შემთხვევით მოვხვდით გორდონ რამზის რესტორანში, Mayfair-ზე. Sorry? Yes, please. As soon as you can, thank you. ვინც არ იცით, გორდონ რამზი არის მსოფლიო დონეზე ცნობილი ბრიტანელი შეფმზარეული. ბევრ პროექტში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რესტორანი აქვს მსოფლიოს მასშტაბით და აი ისეთი პრეტენზიული მზარეულია, ეგეთი მე არ მახსენდება. ხო და ძალიან მაინტერესებს თვითონ თავის რესტორანში როგორი კერძები აქვს, იქიდან გამომდინარე როგორი კრიტიკულიც არის. ხო და ეხლა შევუკვეთეთ რაღაცები, რა თქმა უნდა გაჩვენებთ და მენიუსაც გაჩვენებთ და ფასებსაც ზოგადად.
და კიდე ერთი მომენტი საინტერესო ამ ამბავში. არასოდეს არ ყოფილი ვარ ცნობილი მზარეულის რესტორანში. მე ვგულისხმობ ყოფილი დონეზე ცნობილი მზარეულის დაწესებულებაში და განსაკუთრებულად მაინტერესებს ეგ გამოცდილება. ნახოთ. ფასები საკმაოდ ნორმალურია, ისეთი რაც ყველგან რა სიტყვი. ხო? ფასები რაც ყველგან არის იგივეა, არანაირი ისეთი განსხვავებული და რადგან გორდონ რამზია, მაგის გამო ძალიან ძვირი არ არის. ერთადერთი აი ბიფ ველინგტონის ფასი მომხვდა თვალში 125 ფუნტი ღირს. მაგრამ ორი ადამიანი გაიშიარებს, ეს არის ბავშვის მენიუ. უი, რას ლაპარაკობ? 200 ფუნტი რა ამბავია, oh my god. ეს არის ბავშვების მენიუ. ინტერიერი ძალიან ჩვეულებრივია, მაგრამ ვიტყოდი, რომ მენიუ შესაფერისია, ანუ როგორი კერძებიც არის, ინტერიერიც შესაბამისია, არ არის ისეთი ფოშ და რო ვერ მიხვდები მენიუში რა არის და ასე შემდეგ. უბრალო ისეთი მენიუა, გრილია. პრინციპში ბურგერები, სტეიკები, ველინგტონი, გასაგები სტარტერები, რაც ვებგან და ასე შემდეგ. ხო და ვნახოთ ახლა რამდენად განსაკუთრებული იქნება ეს ჩვეულებრივი მენიუ. ტელევიზორია ჩართული და თან ჩემ წინ არის და თან BBC-ია. ანუ თუ არ არის ეს უცნაური. ჩემი თქვენი მეუბნება რავიო და რავი კი არა, ძალიან უცნაურია. ახლა წარმოიდგინეთ ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში რო ზიხართ თბილისში და იმედია ჩართული, აი დაახლოებით ეგეთი სიტუაცია. რა შუაშია? მე რა ვიცი. Agnes, fascino contento draghi da cagare. Certo, oliva. Gordon Ramsay. ჩვენი სასმარ ამ ლუქს ყიდულობ ხოლმე თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში ძალიან მიყვარს. აი. და სადაც მივდივარ ხოლმე, ეს არის ბერლინის, ხო? ბერლინი ეს. ანუ გერმანული ლუდია. ხო და სადაც მივდივარ ხოლმე, სტუმრადაც მიმაქვს ხოლმე ისე მიყვარს. ანუ ისე მომწონს, რომ გონია რომ ყველას მოეწონა. არ მახსენდება საერთოდ შორის ამაზე მეტად რომელი ლუდი მომწონს ყველა. ეხლა საერთოდ რატო ჩავთე კიდე კამერა. როგორც წესი დაწესებულებაში ლუდს მე ვუკვეთავ ხოლმე. Thank you. და კოკა-კოლას დაეგეთებს ჩემი ქმარი. და ყოველთვის ეშტება და არ მახსოვს რომ ერთხელ მაინც სწორად მოეტანა. გონიათ ხოლმე რომ ლუდს ვამს ჩემი ქმარი და კოკა-კოლას მე. მაგრამ ნო. ჩემი შვილის საჭმელი მოვიდა და გაჩვენებ ახლა. Ყველი მოვაყარა ხო ალბათ? კი. პასტა პომიდორის соусით და ხორცის ბურთულებით. ძალიან კარგად გამოიყურება. სარი ჩვენი სტეიკი. ხორი. ჩიფსები და ლობსტერი. Okay, ეხა თქვი, ვიღებ YouTube-ისთვის. რისი გემოქონდა lobsters? ზღვის გემო. ზღვის გემოქონდა? არა, ზღვის გემო ნახდათ ვერ დავინახე lobster-ში. lobster-ი არ გამისინჯავს. Instagram-ისთვისაც ვიღებ და YouTube-ისთვისაც ვიღებ. YouTube-ისთვის რა თქმა უნდა, ასე ძალიან შინაურულად და ყველაფერს. გეხვაწები გამირჩიე ეგ lobster-ი რა კიდე. One fizzle. ხო და. The big boss is under the table. High five. ჩემი შვილი შეძურა მაგიდის ქვეშ და აი ახლა ნუღა დააკონკრეტებ ყველაფერს. Okay, lobster-ი. აი ჩემმა ქმარმა თქვა რომ ამ lobster-ს უწერს 10-დან 1-ს. Oh my god. არა. აჰა. ჩემ ქმარს აქტურმა გემოვნება და მე უგემოვნო ვარ. იცი რა არის ლეო? ამ соусთან ერთად უნდა გასინჯო. Соусთან ერთად საჭმელი თუ ჭამე? არ არის საჭმელი. ეს соуსი არის აშკარად ტარხუნის, გემოთი როგორც ხვდები. ამოდე საჭმელს ზოგადად соуსით უჭირდება გასაგებრიელებლად, ის აღარ არის უკვე გებრიელი საჭმელი.
ხო და იმას ვამბობდი, რომ ხორვატიაში რამდენიმე წლის წინ რო ვიყავით ჩვენ. იქ ვჭამეთ, კუნძულზე იყო. ცოლ-ქმარს, უკვე ასაკში შესულ ცოლ-ქმარს, ჰქონდა კერძო სახლი. ცხოვრობდნენ აი შუა ზღვაში. მარტო გემით იყო მაგათთან მისასვლელი და იქვე იჭერდნენ ამ ზღვის პროდუქტებს და იქ ვჭამე მაშინ ლობსტერი და ეხლა ხო ხვდებით რა გემრიელი და რა მაგარი და რა ფრეში იქნებოდა და რა თქმა უნდა ეხლა ისეთი ვერ არის ეხლა 5 წუთის დაჭერილი ლობსტერივით, მაგრამ მე მომეწონა ხა 10-დან ნამდვილად არ დაუწერდი, მაგრამ 10-დან 7-8-ს დაუწერდი ნამდვილად. სტეიქს რაც შეეხება ეს medium well-ია, ხო? medium well-ია სტეიკი, მე ძალიან მომეწონა. მე ასეთი სტეიკი ჯერ არ მიჭამია, ხა? უფრო well-დან. ეს წითელი ვიცი რომ სისხლი არ არის და ვიცი ძალიან კარგად რაც არის, მაგრამ მაინც ისეთ ასოციაციას მიტოვებს ხოლმე, რომ თუ ძალიან სიცოცხლეები გასწის, ძალიან მადის აღნიშნული არ არის ხოლმე. აბა ფონდანტს გავატაროთ ტესტი თუ მოკლედ გაოგნებულები ვართ გორდონ რამზის რესტორნის სიძვირით. იმის გათვალისწინებით, რომ ალკოჰოლი არ დაგვილებია, ნუ ეხა ერთი ბოთლი უდი არ ითვლება ალკოჰოლად, მე გულისხმობ კოქტეილებს, ვისკს და ასე შემდეგ, იმენა დალევა-დალევას. და ძალიან მეძვირა. ყველაფრის გათვალისწინებით, გარემო, ფასები, კერძები, მდებარეობა, ნუ საუკეთესო უბანში მდებარეობს. რადე? შენ რამდენს დაუწერდი? 1 თუ 2-ს? და 1 თუ 2? ოლო. უმაღლესი გული ჩიაფასა. ხოდა მოკლედ ესე, იმ ფონზე რომ ნუ ძალიან მეწვირა, მასეთი გადასარევიც არაფერი იყო და ასე შემდეგ, ინტერიერშიც დიდი ეფორტი არ ჩაუდიათ. აშკარად overall იყოს მოდი It was dead, bro. 6.5. 6.5. 2.5? Yeah, it was dead. 10-დან 2.5? Oh my god. Shit. სასწაულად ცუდი შეფასება მიცა ჯემაკმანო გორდონ რამზის რესტორანს. მე მასაც უდათ არ შევაფასებდი 6 და 5, მაგრამ აი Gordon Ramsay went to that restaurant and said it's fucking shit. და თვითონ ისეთი პრეტენზიულია, რომ ყველაფერზე აგინებს ხოლმე. ანუ მაგის რესტორანი უნდა იყოს რაღაცა იდეალურთა შორის უიდეალურესი, ყველაფრით, ინტერიერით, ფასებით, საკერძებით. სერვისი მომეწონა, შენ მოგეწონა? ხო. სერვისი ხა UK-ში ასე თუ ისე ყველგან კაია იწვევა და ვირეკლავს ასე და უწევს. ოკეი, წავედით სახში, ამასობაში ძალიან შემოგვაღამდა, კია 12-5 წუთი. გადაგვეწია ძილი ოჯახს. კარგი ხალხო, როგორც ჩანს შემდეგ ვიდეომდე.